ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში 800 ქუჩაზე ხეწა იქცა, რის შედეგადაც მცირე პრობლემები შეიქმნა. წაქცეულმა ხემ დააზიანა ელექტროკაბელები და ნახევრად ჩაკეტა სამანქანო გზაც. ადგილზე აიბ სპეციალური სერვისები იყო მობილიზებული. მსგავსი ტიპის პრობლემა ბუხაიძის ქუჩაზეც შეიქმნა, რომელიც უკვე აღმოფხრილია. გაეროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს. ძლიერი ქარის შედეგად, გუშინ ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად 800 ქუჩაზე ხედავთ რა სიტუაციაცაა, წაიქცა ხე, რომელმაც შექმნა სერიოზული პრობლემები, დააზიანა კომუნალური, ასე რომ ვთქვათ, სივრცე. როგორც ხედავთ, ადგილზე მობილიზებულია ყველა ის შესაბამისი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ამ ეტაპზეც აღდგენით სამუშაოებს. სპეციალური სერვისების მუშაჯგუფებიც ადგილზე არიან, მიდის ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები და ყველა იმ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, რაც ამ სტიქიის შედეგად განხორციელდა. მსგავსი ტიპის, ასე რომ ვთქვათ, ზედმეტნაკლებად მსგავსი ტიპის პრობლემები შეიქმნა ბუხაიძის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული სასწრაფო შენობის ეზოში. იქ პრობლემა აღმოფხრილია, დილიდან მუშაობთ, გაიწმინდა ტერიტორია. მონიტორინგის სამსახური, ჩვენი სამსახურის ჩართულია პროცესში, ვაკვირდებით მთელი ქალაქის მასშტაბით სიტუაციას.